ეხება იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნას, რომელიც საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდა. 150 მგზავრი იმყოფებოდა ამ თვითმფრინავში, ის მგზავრები, რომლებიც გარდაიცვალნენ. BBC-ს ცნობით BBC-მ გამოაქვეყნა რამდენიმე ადამიანური ისტორია იმის შესახებ, ვინები იყვნენ ეს ადამიანები, რას აკეთებდნენ და როგორ აღმოჩნდნენ, რა მიზნით აღმოჩნდნენ თვითმფრინავში. ეს თვითმფრინავი ბარსელონადან დუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა. ჩვენ შეგვიძლია ეს ლინკიც ვაჩვენოთ თან ფოტოებით, იმიტომ რომ არ არის გამახიზიანებელი ეს ფოტოები და ადამიანების პრინციპში შეიძლება დაგვამახსოვრდეს და რაღაცნაირი სოლიდარობის ფორმაც შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან თუ კი გვეცოდინება ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, აქ ამ თვითმფრინავით მგზავრობდნენ. ჩვენი აქტუალურების ნაწილში გვაქვს ბოლოს ჩაგდებული. ეს ქალბატონი, ავსტრიის მოქალაქეები, დედა, შვილი იმყოფებოდნენ ბორტზე, ისინი გზავრობდნენ და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ისინი დასასვენებლად იყვნენ წასულები და შემდეგ ფიქრობდნენ უკვე სახლში დაბრუნებას და სამწუხაროდ მათი ამბავი ისე კატასტროფულად დასრულდა. არანაკლებ საინტერესოა ქალი მარინა ბანდერს ლოპესი, რომელიც არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. ის ეროვნებით ესპანელი არის და თავის 7 თვის შულთან ერთად იმყოფებოდა ამ ბორტზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა მისმა მეუღლემ განაცხადა მას შემდეგ, რაც ის ამ ავიაკატასტროფის შემდეგ, რომ ბოლო წუთებში გადაწყვიტა მან სახლში დაბრუნება. მე უნდა შეგაწყვეტინო, ჩვენ მოვძებნეთ კოპილოტის ფოტოც გამოქვეყნდა ეს წუთია. ანდრეას ლუბიცი ყოფილა ეს ადამიანია. მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც გერმანულ პრესაში გავრცელდა მასთან დაკავშირებით, ანუ კერძოდ რა ვიცით მის შესახებ, არც ისე ბევრი, თუმცა ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც აღმოჩნდა, რომ ვიცით, არის ის, რომ მან ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმა თავისი სოციალურ ქსელებში პროფილები. რაც ცხადია ეჭვს გარკვეულად ზრდის. ძალიან ისეთი გარკვეულწილად საიდუმლოთი მოფენილი მოცული ისტორია. მოამბის სტუდიაში და მარიამ შალიკაშვილი ველოდება სტუდიაში. მოგესალმებით საღამო მშვიდობის. გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს გერმანელ კანონმდებელთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის რატიფიცირება მოხდა რიგის სამიტის დაწყებამდე. მე შეგახსენებთ, რომ საქართველო, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გასული წლის ივნისში გააფორმა. რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, ეს არის უკვე კულტურის ბლოკი. 1905 წლის 27 მარტს თბილისში მთაზე გაყვანილი ტრამვაი გაჩნდა. სწორედ 110 წლიან ისტორიას ითვლის უკვე ფუნიკულორი, რომელიც თავდაპირველად ბელგიელების პროექტით შესრულდა. სწორედ ბელგიელებს გადაეცათ ის იჯარით 45 წლით, რის შემდეგაც უკვე ხელშეკრულების თანახმად ფუნიკულორი თბილისის საკუთრება გახდებოდა. ვიკა ბუკია, ჩემი კოლეგა, გაეცნო ფუნიკულორის ისტორიას და მის 110 წლიან ისტორიაზე ისაუბრებს მოამბის კულტურის ბლოგში. მარიკა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გავდივართ ახლა საანონსო ჭრაზე და დავბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში. თქვენ უყურებთ კომუნიკატორს. კომუნიკატორი
quite like the buildings around here. I like that mixture between old and new.